მოგესალმებით. კვლავ გეპატიჟებით ჩვენს სივრცეში, რომელსაც ვუწოდეთ დიალოგი ლიტერატურაზე. და დღეს გვინდა შევეხოთ ისეთ საინტერესო რომანს, როგორც არის ჯაყოს ხიზნები. ეს არის მიხეილ ჯავახიშვილის კლასიკური ტექსტი, რომელიც ბევრი მკვლევრის აზრით შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ეს ყოველთვის პირობითია, მაგრამ შეიძლება ჩაითვალოსო მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართულ რომანად. აი ესეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ტექსტს ლიტერატურის მცოდნეები. ამ თემაზე დიალოგში მონაწილეობისთვის დღეს მოვიწვიე ბატონი თამას ვასაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი. მოგესალმებით თამას. გამარჯობა. რამდენიმე მომენტს გავიხსენებ, სანამ კონკრეტულად შევიდოდეთ დიალოგში. პირველი, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი იხსენებს თვითონ, ჯაყოს ხიზნებს 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა. ჯაყო გმინვა ჩემი სულის. მოდით დავიმახსოვროთ ეს ტექსტი და ბარემ კითხვებსაც მოვაყოლებ, რაზედაც შენგან პასუხს ველი. რაიმე კავშირი ხომ არა აქვს ამ ტექსტს 1924 წლის აჯანყებასთან შენი ფიქრით. შემდეგ გავიხსენოთ, მოდი ეს ამბავი, რომ მიხეილ ჯავახიშვილი იყო საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ეგრეთ წოდებული პარიტეტული კომიტეტის წევრი. ამ პარტიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა და 1923 წელს ეს პარტია დაიშალა და ერთგვარად იმედგაცრუების მომენტიც დაეუფლა მიხეილ ჯავახიშვილს. აი ერთგვარი წინამორბედი განწყობა ამ რომანის დაწერის წინ სწორედ ასეთი იყო და კიდევ ერთი მომენტი შესავლისთვის მიხეილ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ის არის ევოლუციის მომხრე და არა რევოლუციისა. და ერთი ციტატა და მე სიტყვა შენ. ერის ძალა და მომავალი მის ქონებრივ გონებრივ სიმდიდრეშია, რაიც შენდება და ერთდება ნელი, დინჯი, თანდათანობითი, ბეჯითი შრომითა და ხელმოჭერით, ანგარიშიანი ცხოვრებით, ამიტომ ყოველი ქართველის მოვალეობაა შრომა, ანგარიში, პატიოსნება და მამულიშვილობა. 24 წლის აჯანყებას რაც შეეხება, 24 წლის აჯანყება, მის 21 წლის კატასტროფა გაორმაგა, ასე ვთქვათ, უხეშად ესე. კიდეც გააცოცხლა ის 21 წლის ამბავი ტრაგედია და გადაამეტა კიდეც მას, იმიტომ რომ აი ბოლო იმედიც მოკვდა მაშინ ეთყობა და ამას ძალიან მძაფრად განიცდიდა მიხეილი და ეს გამოჩნდა მის რომანში რაღაცა აი ჩიხია იმ რომანში. სასოწარკვე რა? უიმედობა ჩიხი და ამის გარდა 24 წლის აჯანყებამ უფრო მისცა მას იმის საფუძველი, რომ საქართველოს ტრაგედიაში დაედანაშაულებინა არა მარტო ის აგრესორი ძალა გარედან მოსული, არამედ ჩვენი ქვეყნის შინაგანი ძალებიც, განსაკუთრებით ინტელიგენცია, ინტელექტუალი. ანუ მან დაინახა, რომ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მაინც აი ბოლშევიკს. მე კი არ ვამბობ აი გამარჯვება, შეიძლება გამარჯვებაზე ვერაფერი უშველეს თავის ქვეყანას. აი ღირსეული წინააღმდეგობაც ვერ გაწიეს, ესე იგი აი ის აჯანყებაც სამწუხაროდ ისე ორგანიზებული ვერ აღმოჩნდა, რომ რაღაცა საქართველოს ბეჭში გარდატეხა შეეტანა და მან დაინახა, მე მგონი, რომ ამაში ქართული საზოგადოებას, განსაკუთრებით მისი მოაზროვნე ნაწილიც დამნაშავეა, ასე ვთქვათ, რომ ისიც პასუხს აგებს. არა მარტო ის აგრესორი და ოკუპანტი ცხადია, ვინც არის და როგორც მოხდა ეს საყოველთაოდ ცნობილია, არამედ შიგნითაც დაიწყო მიზეზების ძიება, რაც ყველაზე ძნელია. რაც ყველაზე მეტად გვიჭირს ქართველებს საკუთარი თავის ფიქრობ თამას, რომ ბოდიში ვიხდი და ახლა გააგრძელებ. არ ფიქრობ იმას, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ამ რომანში არა მხოლოდ რეალობას აღწერს,
არამედ იმასაც აღწერს ეს რეალობა მის სულს რას უშვება. კი, რა თქმა უნდა. ერთგვარი თვითგვემა, თვით დასჯაც შეიძლება დაინახო ამაში, ხო? კი, ესეთი აზრია, მეც ასე ვფიქრობ, რომ თეიმურას ხევისთავს, მაგრამ რაღაცა თავისი ნაწილიც გადასცა, ხო? სხვა შორის ერთ-ერთი განხილვის დროს გერონტი კიკოძემ უთხრა საყვედურით, რომ ნუ თუ ასეთები ვარ ჩვენ ქართველი ინტელიგენტები, მიშა და მიხეილმა უბრალოდ მეც თქვენთან ერთად ვარ. ხო, კი. გახსოვს ასეთი ამბავი. თვითგვემა, აი იბსენის ცნობილი სიტყვები, რომ ესე ქმნიდეს, ნიშნავს დღენია და ისამართლებდე და სჯიდე საკუთარ თავს, არაჩვეულებრივია და ძალიან მიესადაგება მე მგონი აი მიხეილის პოზიციას. გახსოვს გურამეშვილი რას ამბობს? ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობად თავისადაო ვინ არის სიდა მოსულა სად არის წავა სადაო წარსული აწყო და მომავალი. თეიმურას ხევისთავის ფრაზა ნახე. წარსულმა მომატყუა აწმყო მაწამებს ყობადი ანუ მომავალი მაშინებს. დიახ. რაღაცა თითქოს ეხმიანება იმას ოღონდ უკიდურესად გავსი გრადაცია ოღონდ პესიმისტური ხო პესიმისტური აი ბოლოცი და ამ სიტყვებს ჯავახიშვილიც ამბობს მე მგონი ამ ხევისთავის პირით. კი, ბევრ თავის სათქმელს ის ხევისთავს ათქმევინებს. მათ შორის აი ბოლო ციტატა რო იყო ბოლოს. აი ჩვენი გარჯით, ხო, საქართველოს უნდა შევქმნათ და ევოლუციას რო უჭერს ევოლუცია და აი ჩვენი წინახედულება, ანგარიშიანობა, შრომა. გაუთავებად შრომაზე ლაპარაკობს. ხევისთავით. ხევისთავი ბევრ სწორ ამას ამბობს. მისი ტრაგედია ის არის, რომ რასაც სწორს ამბობს, ვერ ახორციელებს ამას. იმისი არ სწამს. რწმენის ძალა არ აქვს და ამიტომ ვერ ახორციელებს ესე იგი. მას აქვს ძალიან მკაფიო იდეოლოგია სხვათა შორის. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არსებითი და გადამწყვეტი ამ რომანში და ამ იდეოლოგიის მთავარი თავარი არის ის რომ ეს არის იდეოლოგია განმანათლებლურ პროგრესისტული ასე ვთქვათ. განმანათლებლურ პროგრესისტული აი ლიბერალიზმის ელემენტებით შეზავებული, ეს ლიბერალიზმი მაინც უფრო ახლოა ჩვენთან ახლა თავისი არსით და უფრო ნაცნობია და უტოპისტური. მთავარი არის აი რა ევროპეისტია ის. და ეს იდეოლოგია განიცდის აქ მარცხს. სინამდვილეში ეს არის რომანი აი თეიმურას ხევისთავის მიღმა რა იდეოლოგიაც დგას იმ იდეოლოგიის მარცხი საქართველოში. ეს რას გულისხმობს ეს იდეოლოგია, რომ მთავარი ადამიანში არის რაციო, გონება, რაციომ უნდა მართოს სინამდვილე, მეცნიერებამ, მისმა პროგრესმა, ცოდნამ, განათლებამ უნდა მოიტანოს, უზრუნველყოს მთელი სინამდვილის რაციონალური ფორმირება და ჰუმანიზაცია, ამას ეშენება დემოკრატია, სამართლიანი სოციალურ-პოლიტიკური წესრიგი. ეს ყველაფერი მისი იდეოლოგიის შემადგენელია. ეს გაბნეულია რომანში. ახლა ასე ერთად თავმოყრილი არ არის, მაგრამ აი ზოგი პირდაპირ, ზოგი რამ პირდაპირ არის ნათქვამი, ზოგი ნართაულა. თუ შევკრებთ, ეს არის აი ევროპეისტი კაცი, რომელსაც აქვს განმანათლებლურ პროგრესისტული იდეოლოგია, რომელიც მარცხდება, რატომ მარცხდება ახლა აი მოკლედ რო თქვა და ერთი სიტყვით, იმიტომ რომ მისი დანერგვა არის სნობისტური, აი სნობიზმი. საინტერესო მოვლენაა, ხო, მიმბაძველობა. თვითონაც ლაპარაკობს ეს თეიმურაზი, რომ ქართველებს აჭარბევად მოგწავა ღმერთმა მიბაძვის ნიჭი, სადაც არ ყოფნი ჩვენი ხნეობა, ენერგიაც და ნებისყოფა, იქ ფონს გავდივართ მიბაძვით. ანუ სნობიზმით, ანუ სნობისტურად ზერელეთ დაინერგა ეს იდეოლოგია, ეს ფესვები ჩვენი ქვეყნის ნიადაგში ვერ გაიდგა თუ ვერ მოასწრო ფესვების გადგმა. რატო? ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ეს იდეოლოგიაც ზედმეტად თავდაჯერებულია. საერთოდ იდეოლოგიები ხო თავდაჯერებულები არიან. ხშირად გონიათ, რომ აი სწორი იდეოლოგიაა და ჭეშმარიტება და თან მაგიური ძალა აქვს. როგორ შეიძლება ეს არ განხორციელდეს, რაც სწორია? ყველა იდეოლოგიას ახლავს ეგა და შეიძლება განსაკუთრებით ამ იდეოლოგიას, რომ რა კი სწორია, როგორ შეიძლება სინამდვილემ არ მიიღოს ის.
გარდა ამისა, რაც ერთგან სწორია, ყველგან სწორია. ანუ უნიფიკაცია ხდება მისი და აი რაღაც ეროვნული სპეციფიკის გაუთვალისწინებლობა. ხო? და აკლებად მორგება ამა თუ იმ ეროვნულ სინამდვილესთან. თვითონ თეიმურაზი ამავე დროს კოსმოპოლიტიც არის, როგორც ამ იდეოლოგიას შეეფერება. ეხლა იქ აი დაცინვით არის ხშირად, ლაიტმოტივით არის, ხო? რა ქვია, ზანზიბარი, ხო? ზანზიბარზე ლაპარაკობს და ყველა ქვეყანაზე ლაპარაკობს, სადღაც ვიღაც დაზარავდა, იქ ის მოეწყო ის. მთელი მსოფლიოს ბედი აი ასეც უნდა იყოს ეს სწორია, მაგრამ ყველაფერი იცის და ვერაფერს ვერ აკეთებს. ხო, აი ამაშია საქმე. ეხლა მართალია შენი ფიქრით აკაკი ბაქრაძე, რომელიც ამბობს, რომ ჯაყოს ხიზნები ეს არის ნათელჩვენება იმისა, რომ თავისუფლებას უნდა გამოყენება, თუ არა და ის არარაობად და არაფრობად შეიძლება იქცეს. რატომაც არ არის ამ კუთხით? გამოუყენებელი თავისუფლების ტრაგედია არისო? ასე შეიძლება შევხედოთ, რატომაც არ არის. აკაკი ბაქრაძე შვენიერი წერილია ამ ჯაყ. შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო რაც დაუწერია და ცხადია ამ რაკურსითაც შეიძლება ფიქრი და ასე დანახვა, მაგრამ აი ჩვენ მოდი ის ხაზი გავაგრძელოთ, რომ ეს იდეოლოგიათა შეჯახებაზე დამყარა, იმიტომ აღრმა. ამ რომანის სიღრმეს განსაზღვრავს, რომ ამ პერსონაჟების უკან და პერსონაჟებშიც ეს იდეოლოგიებია შენივთებული და განსახიერებული. ხო, იხსნება კონკრეტულ დეტალებში ეს ყველაფერი. ეს ხასიათები ისეთი არის აი ამ გმირების, როგორიც შეეფერება იმ იდეოლოგიებს. ოღონდ სატირულად, გროტესკულად უტრირებული რას. აი ჯაყოც ხო იდეოლოგია, ჯაყო ბოლშევიზმი. რატოა ბოლშევიზმი? იმიტომ რომ ბოლშევიზმში არა მარტო პრაქტიკაში, იდეოლოგიაშიც ძალადობა იყო გადამწყვეტი, ხო? ძალადობაზე არ იყო დამყარებული. კლასთა ბრძოლა, რომ ერთმა კლასმა მეორე კლასი ომში უნდა დაამარცხოს, გაანადგუროს, ძალადობა და წართმევა. მოდი, ახლა შენ მიკარნახე ერთი ასეთი ამბავი, რომ მოდი ვახსენოთ სამი მთავარი, როგორ ამბობენ, პროტაგონისტი ამ რომანის. გამომხატველი მთავარ სათქმელთა ავტორმა რაც უნდა გადმოგცეს ჩვენ და რაზეც უნდა დაგვაფიქროს რა. ერთი ეს არის თეიმურაზი, მასზე ზოგიერთი რამ თქვით, მაგრამ მოდი სახელები დავარქვათ ამას. მე რამდენიმე ცნებას დამახასიათებლად ამ პერსონაჟისად დავასახელებ. ზოგიერთ რამეს ვიტყვით შენ აზრს და იქნება შენ განავრცო ესა და შენი აზრი ბრძანო. თეიმურაზობა არსებობს და ჯაყოობა არსებობს. ესეც უწერია სხვათა შორის აკაკი ბაქრაძეს თავის წერილში. ესე იგი, საერთოდ აკაკი ბაქრაძეს უყვარს ხოლმე სისტემატიზება. აი თათქარიძეობა. ხო, აი თათქარიძეობას როგორც განმარტავს, ასევე განმარტავს ჯაყოობასაც და ხევისთავობასაც. აი ამ თეიმურაზობაში რას გულისხმობს უყურე? პასიურობას, მორჩილებას, ბოროტების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უუნარობას, თვით გვემას, ესეც ახასიათებს თეიმურას, ბედის მიმართ მუდმივ ჩივილს, ქართველად რატო დავიბადეო და რატო საფრანგეთში არ დავა. ანუ თავის გაჭირვებას მხოლოდ იმას აბრალებს, რაღაცა გარეშე გარემოებებს და არა საკუთარ თავში ეძიებს ხოლმე ამას, თუმცა ხანდახან ბოლოსკენ მაინც ხვდება რაშია საქმე. უნაყოფობას, უმწეო ალტრუიზმს და გამოუყენებელ თავისუფლებას. აი ამას ხედავს აკაკი ბაქრაძე თეიმურაზ ხევისთავში. ყველა ეს მომენტი ტექსტით ამა თუ იმ დოზით სხვადასხვა ადგილას დასტურდება. მე რომ მკითხოს. კი, როგორ არა. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება რასაკვირველია. აბა შევავსოთ. იცი რა, მე ვიტყოდი მაინც აი რაღაცა ბირთვი უნდა იყოს, საიდანაც ყველა ეს თვისება გამომდინარეობს. აი თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს იდეოლოგია, მაგრამ ეს იდეოლოგია რწმენის საგნად ვერ აქცია, რომელიც მის სულს ძალას მისცემდა, რწმენა. და თვითონ ამბობს ეს თეიმურაზ ხევისთავი, რომ მხოლოდ სულით და რწმენით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან, ჩვენ ქართველებს რწმენა არ აქვს, არაფერი არ გვწამს. ეშმაკიც კი არ გვწამს, ანუ ბოლშევიზმიც კი არ გვწამს. ხო?
ვიღაცებს წამთეს ბოლშევიკი საშინელება, ხო? ის მათი ძალაა. ეგეც კი არა გვაქვს. და ნუ ადარებს იქ ძველ რელიგიურ რწმენებს, ურწმუნო ხალხი ვართ და იმიტომ ეს თავის თავზე ლაპარაკობს. მას არა აქვს რწმენა აძლევს სიმტკიცეს, ხო? მისი სისუსტე რა არის? სული ესე პრიმიტიულად ხო არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკურად სუსტი კაცია და იმიტომ მარცხ ხდება. არა რა საქმეა. სულიერადაც ეგეთი ჩია. სუსტია, რატოა სუსტი? იმიტომ რომ ურწმუნოა. სხვა შორის ძალიან საინტერესოა რომანში ეს ხაზი. მან მთლიანად უარყო ქრისტიანობა. როგორც აი ამ იდეოლოგიებმა, რომლებზეც აი განმანათლებელობამ, პროგრესიზმმა, თუ გინდ ლიბერალიზმამ, მემარცხენე სოციალისტური ყაიდის იდეოლოგიებმა, ხო? და ძველი რწმენა უარყო. ახალი იდეოლოგია მას რწმენად ვერ ექცა. და ამიტოა სუსტი, ნიჰილისტია. საბოლოოდ. ანუ რომანშიც ახლა აი რაც ადრეს წამდა, ყველაფერზე უკვე აი იმედგაცრუებული სიმწარით ლაპარაკობს და ყველაფერს გმობს. აიო, კაცობრიობა შექმნა ღმერთმაო და ტიკინა მისცა ხელშიო. ცოდნა, გონება, შემეცნება, ენა, პროგრესი და დადისო ეს კაცობრიობა გონია რაღაც თავისთავად სინამდვილეში არაფერი. ანუ ნიჰილიზმშია ის. ჩავა ძველი რწმენა უარყო. ჰეგელი რომ პროგრესი არის ცუდი უსასრულობაა. ხო, და ნუ ესე თუ უსასრულობაში ჩავარდა, ესე იგი და ამ ვაკუუმში მოვიდა ეს ჯაყო. თეიმურაზ ხევისთავმა, რომლის წინაპრებიც რკინას ვკვნეთდნენ, ესეთი ხალხი იყო და ეს გადაგვარებული წინაპარია მასში. მეტი არაფერი. თეიმურაზ ხევისთავმა დაკარგა ყველაფერი. დაკარგა თავისი მამული, იმიტომ რომ არ მიაქცია ყურადღება და მის მოურავმა ჩაიგდო ეს ყველაფერი ხელში, ხო? დაკარგა სიყვარული, მარგო დაკარგა, თავისი ცოლი დაკარგა, რომელიც სხვას მისთხოვდა და ამათთან ერთად ცხოვრობს ეს და თან სთხოვს რომ მეგობრად მაინც დავრჩეთ ერთმანეთისთვისო, რაც არის სამარცხვინო მდგომარეობა. აი ნაკაცარს რო უწოდებს. უკიდურესად ამამცირება. ხო, ნაკაცარი რა საშინელი სიტყვა, ყოფილი კაცი. უყვარს ჯავახიშვილს ეგეთი. ხო, ხო, და რაღაცა. ოდესღაც რო რაღაც იყო ვიღაც აღარ არის. მამული დაკარგა, სიყვარული დაკარგა, ქვეყანა დაკარგა, ღირსება დაკარგა. ყველაფერი დაკარგა. ამ ადამიანმა და ჯავახიშვილი ამას აჩვენებს სწორედ რომ როდესაც შენ კარგავ რწმენას, კარგავ მიზანს, კარგავ იმას, რისთვისაც თავისუფლება გჭირდება, მაშინ ეს თავისუფლება შენ გადაგექცევა როგორ ამბობს იქ რა საშინელ რაღაცას ამბობს, საშინლად საინტერესო რაღაცას ამბობს ჯავახიშვილი, რომ თითქოს შენი ლეში, აყროლებული ლეში დაგაქვს თან მთელი შენი ცხოვრება. როცა არის ეს თავისუფლება, როგორ შევეხმიანოთ აკადემიკ რა, არიცი როგორ გამოიყენო პოზიტიურად. აუცილებლად დაკარგავ. წაგართმავენ და იქცევა შენი უბედურების სათავე. ხო. აი წინაპრები, ხო? აი ვინ იყო ეს წინაპარი, ეს ხალხი? ეს ხალხი საიდან იძენდა ძალას? იქიდან რომ მაშინ ქრისტიანობა, რელიგია, როცა ის წინაპრები იყვნენ, ძლიერი იყო და ამათი რწმენა ძლიერი იყო. კაი თქვა წარმოვიდგენეთ ესე რომ ნუ აი და ხალხთან ურთიერთობაც ჰქონდათ. ამას ხალხი დაკარგული ხალხიც დაკარგული ყავს, ნამდვილი ურთიერთობები არა, თავის ქვეყანასაც არ იცნობს კოსმოპოლიტია. მაგრამ რაც თავარია, აი ძველი რწმენა, თქვათ, აი მოხდა ისე ისტორია მისე მოიტანა, რომ ქრისტიანობა უკანა პლანზე და ახალმა იდეალმა, ახალმა ასე ვთქვათ რელიგიამ, როგორც თვითონ უწოდებთ, შრომამ, პროგრესმა ჩაანაცვლა. ისიც ვერ იწამა. ის ახალიც. ამიტოა სუსტი. და მოხდა რევოლუციის სალეც მანქანაში, როგორც ჯავახიშვილი. რატო? იმიტომ რომ აი რწმენა რო არა აქვს, სიღრმეც რწმენის უნარი არა აქვს, სიღრმეც არა აქვს, ფესვებს ვერ იდგამს და ყველაფერს მჩატეთ ეკიდება. ზერელეთ ეკიდება. ეს განმანათლებლური იდეები, პროგრესი, ესეც რაღაც სალაყბო თემაა მისთვის, სნობისტურად. თავის მოსაწონებელი, გასაპრანჭი ასე ვთქვათ. სიტყვა და საქმე არის გათიშული. აბსოლუტურად გათიშულია, იმიტომ რომ სიღრმისეულად ის არაფერს არ ეკიდება. სიღრმისეულად ვერაფერს თავისად ვერ იღებს, ვერ ითავისებს. ამიტოა სუსტი და ამიტომ
მარცხდება და მოდის ეს საშინელება ძარიელ ადგილას. აი მოდი დავილაპარაკოთ ახლა ამ საშინელებაზე, ანუ ჯაყოობაზე. ჯაყო. იმიტომ რომ ესეც ზოგადი მოვლენაა. რასაკვირველია და ჩვენ ძალიან მეამეტი ხალხი უნდა ვიყოთ მე და შენ ახლა ამას რომ ვიფიქროთ რომ ის ჩამთავრდა და წავიდა და აღარასდროს აღარ დაბრუნდება ეს ჯაყოობა და ისევე როგორც ხევის თაობა სხვათა შორის მარადიული მოვლენებია სამწუხაროდ ხო ეს ორი პირდაპირ უშლის ადამიანს ხელს რომ ბედნიერებას ეწიოს ადამიანს მოკლედ ჯაყოობაზე ასე ლაპარაკობენ რომ ეს არის პირველი უპრინციპობა არანაირი პრინციპი ამას არა, გარდა პირადი სარგებლისა. არც სიყვარული, არც მეგობრობა, არც პასუხისმგებლობა, არანაირი პრინციპი მე არ მინდა, მე უნდა ვიყო კარგად და მე უნდა ვისარგებლო ყოველი წამით ჩემი ცხოვრების. ძალადობა, რასაკვირველია. ძალადობა მთავარი. უღირსობა, მოქნილობა, იმიტომ ლავირების უნარიც აქვს ამას, ეგრე მარტივი არ არის ეს ჯაყოობა. შენი უბად შეუულია. გაიძვერობა, მოჩვენებითობა. არა? ხალხის სახელით ლაპარაკი უყვართ ამათ, რასაკვირველია. ხო, თუმცა ამ ხალხთან არაფერი არ აიგივებთ. ნიღბოსნობა, სხვისი დაუნდობელი ყლეფა, თავხედურად დაპატრონება სხვისი ქონების, უმადურობა, მიტაცება. ხო, უმეცრება, რა თქმა უნდა, როგორც ცდილობს ეს მარგო, რომ რაღაცას დაამსგავსოს ეს მაიმუნის მსგავსი არსება. ხო. იქ თმას დავარცხნის რაღაცას ჩააცმევს რასაც როგორ არ უხდება რა ცივილიზებულობა როგორ არ უხდება ჯაყოს ხო უკანონობა და საშინელი ნაყოფიერება ეს გამრავლების უზადო უნარით გამოირჩევა 12 შვილი ყავს ხო ჯაყოს მაშინ როდესაც თეიმორას არ აყავს შვილი არ აყავს ამას რაღაცა განაჩენივით ხო ეს რა თქმა უნდა სიმბოლური რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესოა რომ აი ამ ორ ადამიანს შორის რომელიც ორი უკიდურესობაა რა არისტოტელე ამბობდა რომ ზომიერება ყველაფერს ჯობია კაი კაცი სადღაც შუაშია ოღონდ შუაში იმას კი არ ნიშნავს რომ ნახევარ თვისებებს აქედან იღებს და ნახევარ პირიქით ამ თვისებებისგან თავისუფალია და ისეა შუაში ის კაი კაცი არა და აქვე არის მარგო აქვე არის ქალი, რომელიც მარტო ქალს, მარტო სიყვარულს, მარტო ვნებას და შემდეგ არ განასახიერებს აქა. ვინ დაეპატრონება და ვინ დაისაკუთრებს ამ მარგოს, ეს არის ცენტრალური კითხვა ამ რომანის. და შემთხვევითი არ არის, სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ მარგოს სახეში ბევრმა საქართველოს დაინახა. კი, ბუნებრივია, ქვეყნის სახეა. ანუ უფრო განზოგადებ, უფრო ფართოდ რო ვთქვა, აი ყველაფერს რაც გაფრთხილება ჭირდება, რაც ვერ უპატრონა, რაც ათუქია. თეიმურაზნო, ვერ უპატრონა და დაეპატრონა, მერე ეს მოძალადე, რომელმაც ერთი-ორჯერ რაღაცა პატივიც მიაგო, მაგრამ მერე ხო ძალიან გააჩვეულებრივა მისი მონობა. კი. აი მარგოს სახეს, რა თქმა უნდა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ისევ როგორც სხვა სახეებს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე ზუსტად არის დახატული ქალი, აი ისეთი სიმართლით არის დახატული ქალი, რომ პირველ რიგში ამ სიმართლეს აღიქვამა რა. აი ამ თემურასთან ურთიერთობაც მისი, თავიდან აღტაცება, ნდობა, სიყვარული, მერე თანდათან გაციება, მერე უკვე ზიზღიანი სიბრალული, მერე სრული უარყოფა, ჯაყოს მიმართაც თანდათანობით ხდება რა ამ ადამიანში ეს დამოკიდებულების ცვლა. ახსოვს ის მომენტი თამას. აი ეს პირველად რო იძალადებს. ხო. ჯაყო მარგოზე. და ეს როგორ აი სასოწარკვეთილიც არის და მეორე მხრივ იმეც სიტუაციებს რომ მოიცადე ჩვენი ჩავალ და ჩემი ქმარი როგორ პასუხს გაგცემ შენ და რო უყურებს ამის საშინელ არაფრობას მერე თანდათან როგორ იმშვალება ჯერ სასოწარკვეთით და მერე შეეუება და მერე შეეუება და რაღაც მომენტიდან უკვე მოსწონს კიდე რა თქმა უნდა ხო და ნუ ახლა ისიც ილუზიებით ავსებს და ხო და რისი თქმა მინდა ძალიან ზუსტად, ძალიან მართლად, ძალიან გამჭრია ხათა აქვს განსაკუთრებით ქალის აი ამ მარგოს სახე. ყველა სახე ეგეთია რასაკვირველია. სხვა შორის ამით გამოირჩევა მიხეილ ჯავახიშვილი, რომ ქალებს ხატავს დიდი სიმართლით.
და ღრმა ჩაწვდომით მათ ფსიქოლოგიაში და ესეც ასეთია. ცხადია სიმბოლური მნიშვნელობა მისია. რისთვისაც ღირს სიცოცხლე ყველაფერს ასახიერებს რა, ვისაც მე მომისმენია ესეთი აზრი, ოდნავ უტრირებული, ოდნავ ხუმრობით ნათქვამი, რომ აი როდესაც ჯაყოს ხიზნებს ვკითხულობო, მაგრად მეშლება ნერვებიო. ამბობენ, ხო, ბრაზდებიო და ბევრ ადამიანს უთქვამს ესა, რომ რა არის ესა კაცო, რას აღწერს ასეთ, ეს შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს, ქართველ ადამიანს და ასე შემდეგ, რა. და თუ გახსოვს შენ და გემახსოვრება ცხადია, თავის დროზე თემურ ჩხეიძემ სატელევიზიო სპექტაკლი დადგა, რამაც ძალიან მაგარი და მარჯანიშვილის თეატრში. ხო, მე დადგა თეატრში. წინვალე. და იმ ტელესპექტაკლს მოჰყვა საშინელი აღშფოთება და არაბუნებრივი, ჩემი აზრით, რეაქცია ქართული საზოგადოების, რომელიც ხელახლა უნდა დაიხუროს ცოცხალე რო იყოს. თითქოს 30-იან წლები გააცოცხლეს ერთ კვირაში, მაშინ რომ ეს რა არის, ეს რა საშინელება დადგეს, ეს რას ნიშნავს? ვითომ ნაციონალური ღირსება შეურაცხო და ხო და წერალი რომ ამას განზრახ აკეთებს რომ შენში გაარავიროს ამის აბარა უნდა გაბრაზდე ხო უნდა გაბრაზდე ის გაბრაზდე ოღონდ შენ თავზე უნდა გაბრაზდე წერალზე კი არ უნდა გაბრაზდე რა თქმა უნდა იქნება გაბრაზებამ გაპოვნინოს რაღაცა ისეთი გზაც რომ ეგრე არ იყო ჩვენი საზოგადოება განწყობილი არა დღემდე არ არის ჩვენ ხო დამნაშავეებს ყოველთვის სხვაგანვე სხვაში ვეძებთ და არა ჩვენ თავში და ეს არ არის ილია ჭავჭავაძის და მიხეილ ჯავახიშვილის მიმართება სინამდვილესთან, რომლებსაც იმ ყველა გაბრაზებულზე მეტად უყვარდათ საქართველოს. არც გურამიშვილის და არც სულხან საბას. დარწმუნებული ვარ, ყველაზე ვერ გაეჯიბრება იმათ საქართველოს სიყვარულში, მაგრამ მიზეზებს ჩვენშივე. აი საინტერესო რაღაცა თქვი ახლა შენ. და დასაფიქრებელი მართლა. ჩვენ გვიფიქრე ამაზე, მაგრამ იქნებ ჩვენს ახალგაზრდა მაყურებელს ჯერ არ უფიქრე ამაზე. ილია ჭავჭავაძე რო ამბობს, რომ კარგი გული მაშინ ვესცნობს ამ სიძულვილში. რაოდენი სიყვარულიაო, ანუ მე რა მალაპარაკებს ამას, ჩვენს უარყოფით მხარეებს, რა მაშიშვლებინებს, შენ უნდა მიმიხვდი ამ. აბსოლუტური სიზუსტი შეგვიძლია გადავიტანოთ ეს მიხეილ ჯავახიშვილს. ივანე საბანისძე, ასელო. თუ სულხან საბა ორბელიანი, თუ დავით გურამიშვილი, თუ ილია ჭავჭავაძე, თუ აკაკი წერეთელი, თუ ვაჟა ფშაველა ქართველი ხალხის მტრები არიან, იმიტომ რომ ისინი ჩვენს ნაკლოვანებებზე ღიად გაშიშვლებულად ლაპარაკობენ, მაშინ ჩვენი მოყვარე ვიღარ. არ ვიცი, ვინ არის მოყვარე, არ ყოლია არავინ და რა ვიცი. ხო. აი ეგრე. ეს რომანი ამაზე გვაფიქრებს ჩვენ. კი, რა საკვირველია. ბევრ ამაზე და მათ შორის ამაზეც რა და არ ვიცი, შეიძლება იმის მერე ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენი საზოგადოება ცოტა უფრო გაიზარდა და სხვა შორის რა მაფიქრებინე, ვიცი რომ აი ახალგაზრდების დამოკიდებულებას თუ დავაკვირდებით, მათი ნაწერებით მინახავს, გაცილებით მისაღები გახადა ეს ჯაყოს ხიზნები მათთვის და გაცილებით უფრო დასაფიქრებელი პოზიტიურად და ხვდებიან რომ აქ რაღაც სერიოზულზეა ლაპარაკი და ეს არ იმსახურებს ეს რომანი. ეს არის უბრალოდ არ არის უბრალოდ გინება საქართველოს. არა, ამას ხვდებიან და უფიქრდებიან და თვითონაც უფრო კრიტიკულად აზროვნებენ და მე მგონია საქართველოს სიყვარული, რომელიც ამ რომანშია, ისიც გადაედებათ. გადამდები სიყვარული, უზომო სიყვარულია. ხო, აი, ოღონდ ერთი რაც მინდოდა წამეკითხა, უბრალოდ სამი პატარა ციტატაა და თანდათანობით ჩვენ ფინალისკენ მივდივართ. მართალია თეიმურას უყვარს მარგოცა და სამშობლოც, მაგრამ არ ძალუც უმთავრესი დაიცვას თავისი სიყვარული. იგივე აკაკი ბაქრაძე ამბობს ამას. კიდევ ერთი ციტატა მისი. როცა მარგოს დაცემას უყურებ, ნათელი ხდება, რომ თეიმურას ხევისთავის უმწეო ალტრუიზმი ჯაყო ჯივაშვილის მოძალადე მიზანთროპიის მოკავშირე და თანამდგომია. უნებურად ასე მშვენიერი ფორმულირებებია. ხო, ის რაც შენ გასუსტებს, ყოველთვის ეხმარება შენს მტერს. და ამიტომ შენ თავში უნდა მოიძიო, სიმართლე უნდა უთხრა შენ თავს და მოიძიო ის ნაკლოვანება, რაც იცი რა, სხვათა შორის, აი მერე და მერე, აი
აკაკი ბაქრაძეს თვითგვემაც გონდა დასახელებული. მე მგონი ეგ თლად უარყოფითი თვისება არ არის, იმიტომ რომ მე თანდათან თეიმურაზე აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და დგება მომენტი, რომ რასაც ჩვენ ვფიქრობთ მასზე კრიტიკულად, თვითონაც იმას ფიქრობს უკვე თავის თავზე. აი თავის აცნობიერებს ვინც აცნობიერებს თვითკრიტიკულ დახასიათებას. აი რა გრძნობს ვინც გრძნობს აბსოლუტურად. ოღონდ საქმე ის არის, რომ იმდენად აი გროტესკული ტიპია, ვერ ენდობ იმას როგორც პერსონაჟს და ვერ იტყვი, რომ აი დადგა მისი განწმენდის ჰაუზერის არეგოს ვერ ამოიყვანს აი მე მეჭება რომ თორე ბოლოს ის აი ღვთისმოსავია თავის თავს ადანაშაულებს ინანიებს დიდი ამბებია ხო რაც დამართა თავის თავს და მარგოს ხო კი ბატონო შეიძლება გულწრფელიც არის მაგრამ აი მომდევნო წუთს რა მოუვა მას და რამდენად შეძლებს მე ამის განხორციელებას იმას რომ ამაში თანმიმდევრული იყოს ხო უკან არ დაიხიოს ან სადმე არ დიდეჩ ბადებზე ამაში დარწმუნებული ვერ იქნები აი ეგ არის და ერთი ჩემგან ამ დიალოგის ფინალისტვის მინდა ვთქვა და შენც ბრძანე შენი ფინალური სიტყვები ამ დიალოგისა თუ ჩვენ იმდენად არ გაუბრაზდებით ამ რომანის კითხვის დროს რომ გავაცნობიეროთ რა გზა უნდა აირჩიოს საქართველომ რომ მეორედ მესამედ და მეათედ ასეთ ვითარებაში არ აღმოჩნდეს მაშინ ყოველთვის თავზარ დამცემად გავიგონებთ ჯაყოს ერთ მოარულ ფრაზას აგრევიცის ჯაყომა აი ამას უნდა დაუფიქრდეს ყოველი ქართველი და მე მგონი ძალიან თანამედროვედაც გამოიყურება ეს რომანი ეს არის რომანი გაფრთხილება რომელიც ქართველებს ეუბნება რაც გინდა განსხვავებული იყო თქვენ მაინც მოძებნეთ საერთო ენა იმისთვის რომ გადარჩეთ ამ რისხანეწუთის ოფელში სხვათა შორის აი მართლაც შეიძლება გადამრჩენი იყოს რა რომ აი რასაც ვირჩევთ იდეოლოგიას იდეას ღრმად ჩავწუდეთ იმას და ღრმად გავითა რწმენად ვაქციოთ აი სნობები ნუ იქნებით სნობისტურად ზერელეთ ნუ მოვეკიდებით ზედაპირული ნუ იქნება ის ხშირად ასეა დღესაც სნობის მოყვარე შეიძლება იყოს მაგრამ სნობის მოყვარე არ უნდა იქნები იმიტომ რომ ეს ზერელობა რომელიც საბოლოო ანგარიში თუ რწმუნობაა და იმისი დაცვაც არ შეგიძლია ხო რაც არ გწამს ღრმად ხო ის რწმენა თვითონ იძლევა თავისი თავის დაცვის ძალას ადამიანში იზბადებს თვითონვე და იცავს თავს. აი რწმენაც არ გვექნება მტკიცეთ. ამიტომ თუ თქვათ ევროპეისტები ვართ და ვართ, ღრმად უნდა ავითვისოთ ეს ევროპა. არა დეკლარაციების და სიტყვების დონეზე, არამედ მართლა უნდა განვისჯვალოთ იმით, რაც ძალიან პოზიტიურია იქ და კრიტიკულადაც გავიაზროთ, მაგრამ კითხვების დასმის არ შეგვეშინოს. რასაკვირველია, ეგეც ევროპულობის ნაწილია, ხო და პოზიტიური რაც არის იმასთან აი მართლა ღრმა კავშირი უნდა დავამყაროთ. ღრმად უნდა ავითვისოთ, შევითვისოთ და განვახორციელოთ. ერთი რამის თქმა მინდა, გია? ბრძანე. ცოტა ჯაყოს დააკლდა მე მგონი. ძალიან კარგად არის ბაქრაძის წერილში ის დახასიათებული. მე რა მინდა ვთქვა რას დავამატებდი, რომ საინტერესო რა არის, რომ ეს რა თქმა უნდა იდეური ტიპი არ არის. იდეური ტიპი, ანუ ვერ იტყვი რომ ეხლა მთელი მარქსიზმი ეს არის და ბოლშევიზმი მხოლოდ ეს არის, მაგრამ არსებითი რაც არის, ძალადობა, მიტაცება, ექსპანსია, ეს ხო იდეების დონეზეც იყო იქ ჩადებული, ექსპროპრიაცია, პიროვნების დათრგუნვა, ჯაყო ადგენს კანონს. კანონიერი ის არის, რაც სურს იმას, ვისაც ძალა აქვს. მართალი ის არის, ვინც ძლიერი. ხო, ეს იდეოლოგიაშიც იყო იქა, პროლეტარიატის დიქტატურა. პროლეტარია ეს, აბა რა იყო? რომელიც დიქტატურას ამღარებს და მე ხდება ბატონი. ენაცვალე ბოლშევიკებს ასეთი ხარბიელი. კიდევ რა მინდა ვთქვა და საინტერესო ნიშანდობლივი რაღაცაა ძალიან რომ ეს ბოლშევიზმი მიხეილ ჯავახიშმა დახატა როგორც ველურობა, როგორც ბარბაროსობა. აი მისი ეთნიკური ეს კუთვნილებაც პირველ რიგში იმისთვის ჭირდება რომ აჩვენოს ველური, ენას ვერ ფლობს, კაცი ამტვრევს. მისი ეთნოსი კი არ აინტერესებს. ის თავისი ეთნოსის ჩაგვრელიც არის და ის შეიძლება ნებისმიერი, მაგრამ მოსახერხებელი იყო ის, რომ
აი ენაშიც ანუ ვერ აზროვნებს წესიერად, ვერ მეტყველებს. უკულტურობის, ბარბაროსობის ნიშანია ეს, რომ ის ენას ვერ ფლობს და სხვათა შორის აი მაიმუნის მაქსიმუმ მეათე თაობა არის ესაო. სხვათა შორის აი იმდროინდელ რუსულ კულტურაში, რომელმაც ძალიან მწარედ იგემა ეს ბოლშევიზმი რა იყო. აი სკვით ველურების თემა. აი ბლოკთან არის, ბელისთან, რემიზოვთან, სხვებთან რო სკვითები. ხო, ჰუნები. ანუ ველური ტომები, ეს ბოლშევიზმი დაინახეს როგორც ანტიკულტურული ძალა, ბარბაროს კულტურის გამანადგურებელი და ბოლოს აი ვიტყვი რომ ძალიან ეხმიანება ეს ჯაყოსხიზნები ბულგაკოვის ძაღლის გულს. ეს არის ქართველი ასე ვთქვათ, შარიკოვი და ის შარიკოვი არის რუსი ჯაყო. ანუ ბოლშევიზმის პროდუქტი, ტიპიური წვრილი ბოლშევიზმი. კი ბატონო. ველური. ახლა ჩვენი დიალოგი ერთი ფრაზით დავასრულოთ. ძალიან მომწონს ეს ფრაზა. კანტს ეკუთვნის ეს ფრაზა, ემანუელ კანტს. ადამიანი ყოველთვის არის მიზანი და რა საშუალება სხვა ადამიანთა მიზნების მისაღწევად. ეს არის ევროპა, ეს არის ევროპული ხედვა და თუ ჩვენ გვინდა რომ ევროპელები ვიყოთ და ეს გვინდა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიული არჩევანია, მაშინ ამ ფრაზის მთელი სიმართლე კარგად უნდა გვახსოვდეს და კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ და იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რა პასუხისმგებლობა ახლავს ამგვარ ფიქრს. მადლობა შენ ამ დიალოგში მონაწილეობისთვის და დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ნახვამდის.